საღამოშვიდობისა, ვიდრე მსოფლიო ახალი ომის მოლოდინშია, ვიდრე რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ჩვენი მიწების მიტაცებას და ვიდრე ჩვენი ხელისუფლება ტრის დარქმევასაც კი ვერ ბედავს, ჩვენი ქვეყანა თვალსა და ხელშუა სოციალურ სასაკლაოდ გადაიქცა. ადგილად, სადაც ოცნებები უკეთეს მომავალზე კვდება, საიდანაც ან უკან მოუხედავად გარბიან, ან უბრალოდ ეგუებიან რუხ სინამდვილეს და საათზე დარჩენილ წამებს ითვლიან. სასოწარკვეთილების და უიმედობის გრძელი მარყუჟი ნელა, მაგრამ მტკიცეთ თითოეულ ჩვენგანს სწორედ ისე გუდავს, როგორც ხუთავმა აირმა მოახსჩო 12 წლის დავითი, 6 წლის მარიამი და 5 წლის დარეჯანი. ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ადამიანები სიღარიბისგან კვდებიან და სამწუხაროდ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ამ ყველაფერს ისე უყურებს, როგორც ახალ ნორმას. მე მიშა სესიაშვილი ვარ, თქვენ უყურებთ პოსტფაქტუმს და აქ თავარი ხართ თქვენ. იქნებ ჩვენს შვილებს მაინც გქონდეთ უკეთესი ბავშვობა, ან უბრალოდ გქონდეთ ბავშვობა. ეს იყო ახალგაზრდა ქალის ერთადერთი ოცნება, რომელიც სამწუხაროდ სამუდამო დაუსრულებელი დარჩება. რამდენიმე წუთში ჩვენ ახლოს გაგაცნობთ სოციალურად დაუცველ ოჯახს და იმ ბავშვებს, რომლებიც თბილისში დაატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას შეეწირნენ. მათ შესახებ ჩვენ რამდენიმე წლის წინაც მოგიყევით, როცა სამი შვილის დედას სოციალური დახმარება მოუხსნეს. ჩვენ სატელევიზიო არქივს შემორჩა რეპორტაჟი, სადაც ზაალიშვილები საკუთარ პრობლემებთან ერთად საკუთარ ოცნებებზეც გვიყვებოდნენ და მიუხედავად ყველაფრისა ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის აგრძელებდნენ, რომელიც მათ საბოლოოდ სიღარიბემ წაართვა. მე მინდა რომ უკეთესი ბავშვობა გქონდეთ ჩემ შვილებს, ვიდრე მე მქონდა და რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ მაგისთვის. კი უკრაინა, რომლის გარშემო სულ უფრო ვიწროვდება რუსული მარყუჟი. ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი ნათია ტრაპაიძე და ლევან კალანდია უკვე რამდენიმე დღეა ევროპის კონტინენტის ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ დე ფაქტო საომარ ზონაში, სადაც ერთმა საბედისწერო გასროლამაც კი შესაძლოა ნებისმიერ წამს მსოფლიო ისტორიის მსვლელობა შეცვალოს. ვიდრე ნათიას და ლევანს ფრონტის წინა ხაზიდან ჩავთავთ, მე მოკლედ გაჩვენებთ რა ხდება ახლა უკრაინის გარშემო, რათა უკეთ გავიგოთ შექმნილი ვითარების სერიოზულობა. რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინის გარშემო აქამდეც საკმარისად იყო მობილიზებული, ეს საუბარი არის რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ასევე ყირიმის ოკუპირებულ რეგიონზე, დნესტრისპირეთზე და ასეთი იყო ვითარება აქამდე. მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში შავი წერტილებით ეკრანზე მონიშნულია ის სამხედრო ბაზები, გასაიდუმლოებული ობიექტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სახელდახელოდ აწყობს და ახალი დანაყოფები შეყავს. როგორც ხედავთ, ბელარუსის ტერიტორიაზე ასევე აძლიერებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის პერიმეტრს ყირიმის ოკუპირებულ რეგიონში. დამატებითი ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს შავი ზღვის აკვატორიაში. ეს რკალი სულ უფრო ვიწროვდება, როგორც ხედავთ და სულ უფრო, ასე ვთქვათ, მჭიდრო ალყაში აქცევს რუსეთის ფედერაცია მის მეზობელ სუვერენულ სახელმწიფო უკრაინას, რომლის მთლიანობასაც ასე ემუქრება. სეპარატისტულ და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში, სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე. პირველი აქ შეიძლება ვიხილოთ საქართველოს სცენარის გამეორება, მხედველობაში მაქვს აფხაზეთის და სამაშაბლოს სცენარი, როდესაც დამოუკიდებლობა თვითნებურად გამოაცხადა რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა საუბარი იყოს უკრაინისთვის შავი ზღვის გასასვლელების ჩაკეტვაზე, ან სულაც მთლიანი უკრაინის ანექსიაზე, კიევის ჩათვლით და იქ კრემლის მარიონეტი ხელისუფლების დაყენებაზე. სამივე ვერსიას უკრაინაც და დასავლეთიც სრულიად სერიოზულად განიხილავს და სწორედ ამიტომაც აძლევს ევროპა და ამერიკა უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო დახმარებას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. მაგრამ მთავარი სათქმელი ახლა ცხადია მაინც უკრაინამ უნდა თქვას, მისმა ხალხმა და შეერაღებულმა ძალებმა. დრო ახლა ნათია ტრაპაიძესთან გადავინაცვლოთ, ის დონეცკის ოლქში მუშაობს, ცხადია ვერ დავასახელებთ კონკრეტულ ადგილმდებარეობას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ნათია, საღამომშვიდობისა, როგორია ბოლო ამბები წინა ხაზიდან და როგორია ვითარება ევროპის ყველაზე ცხელ რეგიონში? დავით,
დავიწყებ მართლაც რომ სულ ბოლო ამბებით გაერთიანებული ძალების საოპერაციო შტაბმა რომელიც ყოველ საღამოს და დილით აახლებს ხოლმე ინფორმაციას ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელა ინფორმაცია რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღესაც დაარღვიეს დადებული წლების წინ დადებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები და გახსნეს ცეცხლი ეს იყო აქედან შორს ლუგანსკის ოლქში და შედეგად დაშავებულია 1 ჯარისკაცი ამავე საოპერაციო შტაბების ინფორმაციით ბოლო დღეებში იყო რამდენიმე მცდელობა მათ შორის დონეცკის ოლქშიც რომ საოკუპაციო ძალებს და სეპარატისტებს გაერღვიათ ხაზი და გადმოსულიყვნენ ტერიტორიაზე თუმცა ეს პროვოკაციები აღკვეთილი ამ დროისთვის და საოპერაციო შტაბის შეფასებით ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე სიტუაცია კონტროლდება უკრაინელი სამხედროების მიერ და სიტუაცია არის მეტნაკლებად მშვიდი სიტუაცია რომ მშვიდი ამაში ჩვენ თავად დავწმუნდით მესამე დღე აქ ვიმყოფებით და ჩვენ პირადად არ გვინახავს და არც გვსმენია რომ მომხდარ იყოს რაიმე ინციდენტი ან ცეცხლი გახსნილი იყოს რამდენიმე ადგილას ვიყავით ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე ადგილას ვნახეთ პირველი ხაზი გავესაუბრეთ როგორც უკრაინელ სამხედროებს ასევე დღეს ვქონდა შესაძლებლობა რომ ქართულ სამხედროებთანაც ჩაგვეწერა ინტერვიუები ადამიანებთან რომლებიც რამდენიმე წელია უკვე ირიცხებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ისინი უკრაინელ ჯარისკაცებთან მხარ იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ყველაზე მთავარი რაც ჩვენ გვითხრეს ქართულმა სამხედროებმა არის ის რომ მათთვის ეს ქვეყანა და ეს ომი არ არის უცხო ისინი თვლიან რომ აქაც იგივე სცენარით ვითარდება მოვლენები როგორც ეს იყო საქართველოში 2008 წელს და ისინი ძალიან არიან დარწმუნებულები იმაში რომ ის რაც რუსეთს გამოვიდა საქართველოში 2008 წელს ის არ უნდა გამოვიდეს უკრაინაში რადგან თვლიან რომ უკრაინის შემდეგ შესაძლოა ისევ საქართველოს დრო დადგეს უფრო კონკრეტულად ჩვენ უკვე შეგვიძლია ვნახოთ რეპორტაჟი რომელიც დღეს მე და ჩემო ოპერატორმა ლევან კალანდიამ ფრონტის წინა ხაზზე გადავიღეთ ქვეყანა თავის საზღვრებში რუსეთის შემოჭრისთვის ემზადება. აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში რუსი სნაიპერები არიან ჩასაფრებულნი და პროვოკაციაზე აწყობენ. ფრონტის წინა ხაზზე ყოველდღიურად ისმის სროლები, მაგრამ უკრაინული არმია მათ უპასუხოდ ტოვებს. ასეთია ბრძანება. Война триває вже 8 років. ომი უკვე 8 წელია გრძელდება, თუმცა ახლა რუსეთის მიერ საზღვრებზე ძალების მობილიზება манипуляციას უფრო ჰგავს. სექტორში ვითარება კონტროლზეა აყვანილი. ყველაზე საშიში რუსი სნაიპერები არიან, შესაძლებელია დაგჭრან. ყოფილა შემთხვევა, რომ ფანჯრებიც კი ჩაამსხვრიეს. 2014 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დღეს უფრო ძლიერები ვართ. პრინციპში საომრად მზად ვართ. Загроза то наразі снайпери. სროლას იერიშით არ პასუხობენ, თუმცა არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებენ. ჯარისკაცებთან ერთად ქვეყნის არმიას უკრაინის მოქალაქეებიც უერთდებიან. წინა ხაზზე დგანან ქართველი სამხედროებიც. მათთან შესახვედრად პატრულირებაზე გავდივართ. აქ ახლა ღია ადგილი არის, პირდაპირ მოწინააღმდეგე სნაიპერები მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, ეს ღია დასვლა არ შეიძლება რა სპეციალური საშუალებების თავთვალის გარეშე. ახლა გავდივართ უკვე პოზიციიდან. ცოტა ხანში გავალთ უკვე. ეს წინა ხაზია და მალე უნდა დავტოვოთ. სანამ შემდეგ წერტილს მივუახლოვდებით, დახმარებას ისევ ქართულ სამხედროებს ვთხოვთ. და კადრი მინდა აი ეს საჭირო ოსარო ჩანდა. აჰა, ზვიო, ოპერატორობა გაკადა და ოპერატორის სპეციალობაც გეკნება. უბრალოდ ეგრიწერია სამხედრო დილეში ოპერატორი. ოდა ხარ. ბაში გიავაგდია თო. აქ ყველაზე საშიშია. თავდასხმა ნებისმიერ წუთს მოსალოდნელია. სეპარატისტები რამდენიმე მეტრში არიან ჩასაფრებულები. რუს სნაიპერებს ეს ტერიტორია მიზანში ყავთ ამოღებული. ამიტომ სანგრებში ჩავდივართ. ობიარობა ჩავარებულია. ამეთი ახლა. ზურაბ პუჟინაძემ, რომელიც 2 თვის წინ რუსებმა ჟენევის კონვენციით აკრძალული იარაღით კინაღამ დააბრმავეს, მაგრამ ამჯერად ბადურის ჩამოშლით გადარჩა, კლინიკა 2 დღის წინ დატოვა და უკვე ბრძოლის წინა ხაზზეა. თვალი საოპერაციო აქვს, მაგრამ თვლის რომ ახლა ამის დრო არაა. უკრაინას რაც დაიმართება, გადარჩება თუ ვერ გადარჩება, გაუწევს წინააღმდეგოს თუ ვერ გაუწევს წინააღმდეგოს, ეს ყველაფერი აუცილებლად საქართველოსაც იმოქმედებს. ყველანაირად იმოქმედებს. რადგან როგორც 2008-ში რუსებს შეერჩათ თავიანთი ოკუპაცია საქართველოს მიმართ, ამის გამო არის 2014-ში რომ იგივე გაიმეორეს.
და დღეს თუ გაუვათ მათ ეს იგივე მოხდება საქართველოში უფრო ფიქრობ ოკუპაცია უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს წინახაზე სიტუაციის გამწვავება მიბმული არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებს და ასე შემდეგ თუ რუსებს აწყობთ რაღაც მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება რომ უკრაინელები რაღაცაში დაითანხმონ თელს წინახაზე წყდება ცეცხლი სეპარატისტების და რუსების მხრიდან და რაღაც რამდენიმე დღე კვირეები სანამ ეს მოლაპარაკებები იქნება სიმშვიდე არის როგორც შეაივლისეს ისევე განახლდება ეს ყველაფერი ქართველი სამხედრო უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის. მანამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. იქ მის გვერდით უკრაინელი პატრიოტებიც იყვნენ. მოტივაცია როგორც ყველა ქართველი მებრძოლის, რომელიც აქ ნამდვილად ბრძოლობს 14 წლიდან ბრძოლობდა, ბრძოლობს. ყველას მოტივაცია პირველ რიგში ის არის, რომ უკრაინული მხარე უკრაინელები ყოველთვის საქართველოს ქართველების გვერდში ედგნენ და როგორც მე აფხაზეთის ომის ვეტერანი პირველად უკრაინელი უცხო მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქე პირველად უკრაინელი ნახე აფხაზეთში მეც სანგარში რომლებიც ქართველების გვერდ იბრძოდნენ ასევე ისინი ციჭრებოდნენ იხოცებოდნენ საქართველოს მიწისქვეშ მასთან ერთადაა მისი ძველი ფრონტელი მეგობარი. ოჯახის წევრებს უფრთხილდება და სახელს არ გვიმხელს. სხვა ყველა კითხვაზე პასუხობს. ჩემთვის როგორი ომია გითხრათ? ჩემთვის ისეთივე ომია, როგორიც იყო საქართველოში 90-იან წლებში და იგივე ვალდებულებას ვგრძნობ, როგორც საქართველოს წინაშე ვგრძნობდი, რომ ვალდებული ვიყავი და ჩემი მიწა დამეცვა. ვალდებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების საკუთარი სამშობლო დავიცვა იმის გამო რომ ისინი ჩემ მიწას იცავდნენ თავის დროზე. ჩემს გვერდით გვეძინა ჩემს გვერდით ომობდნენ უკრაინელები. შეიძლება ეს ადამიანმა დაივიწყოს. რატომღაც ჩვენი მთავრობა ზდომს ხმას არ იღებს. არც ერთი გაცხადება არ არის გაკეთებული. რისი იმედი აქვს რასელოდებიან? ფაქტიურად ყოველ ღამე, ყოველ დღე. შეიძლება გავიდეს ნახევარი საათი, 1 საათი ისევ დაიწყო. აი ესეთი მოკლე ანუ აი ცდილობენ რომ წამოგვაგონ რაღაცა პროვოკაციაზე, მაგრამ ბრძანება გვაქვს არ გავცეთ პასუხი. წინახაზი დასახლებული პუნქტებიდან ძალიან ახლოსაა. ადგილობრივი მაცხოვრებლები სახლების მიტოვებას აჩქარობენ. თუ იარაღს მისცემენ, მზად არიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ. ზოგი ამბობს, რომ ომი დაიწყება, ზოგი კი ასე არ ფიქრობს. ჩემი შეხედულებით ომი არ იქნება. ჩვენი არმია ძალიან გაძლიერდა და თუ ვინმე შეეცდება შემოჭრას, ცუდი შედეგები დაუდგება. თუ საჭირო გახდება, იარაღს ავიღებ და სამშობლოს დავიცავ. საკუთარ სახლს არ მივატოვებ. 2014-ში ოჯახი გავიყვანე, მე დავრჩი. პოლიტიკურ შეხედულებებს არ შევიცვლი. მე უკრაინის მხარეს ვიყავი და ვიქნები. ნათია ტრაპაიძემ და ლევან კალანდიამ გვაჩვენეს რა ხდება ახლა წინახაზე უკრაინის ყველაზე ცხელ რეგიონში და აქვე ისიც უნდა ვთქვათ რომ დონეცკის ოლქი მაგალითად აი ამ ვითარებაში არის ბოლო 8 წლის განმავლობაში ახლა განსხვავება ის არის რომ რუსეთის ფედერაცია იგივე სცენარით ემუქრება თლიან უკრაინას 12 წლის დავითი 6 წლის მარიამი 5 წლის დარეჯანი და მათი დედმამა თბილისში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ წარეთ შეგვახსენა რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ადამიანები სიღარიბეს ეწირებიან პატარები და მათი მშობლები გაზის საცხობი ღუმელით ცდილობდნენ გამთბარი იყვნენ ცივ ზამთარში და ალბათ მშობლებსაც ესმოდათ რომ ეს თად უსაფრთხო ვერ იქნებოდა მაგრამ შვილების გასათბობად ამ სახლში რომელიც სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის იქირავა სხვა გათბობის საშუალება არ იყო გარდაცვლილებმა სულ 3 დღის წინ იქირავეს ბინა და სავარაუდოდ ტრაგედიაც პირველივე ღამეს მოხდა. ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია. უბედურ შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 3 არასრულწლოვანი, მათგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე და 5 და 4 წლის ბავშვები. ახალგაზრდა მშობლებთან ერთად ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.
ტრაგედია გლდანის მეორე მიკრორაიონის 47 კორპუსში მოხდა. იქ სადაც ირაკლი შანიძე საკუთარ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სულ რაღაც 3 დღის წინ ქირით გადავიდა. 3 დღის განმავლობაში ოჯახის ახლობლები და მათი მშობლები ირაკლი შანიძესა და მის მეუღლეს ვერ უკავშირდებოდნენ. ასევე უშედეგოდ ცდილობდა ბინის მეპატრონეც მათთან დაკავშირებას. შანიძეების ოჯახის გაუჩინარების შემდეგ ახლობლებმა ახალ საცხოვრებელ ბინაში მისვლა გადაწყვიტეს. 3 დღის გადმოსული იყო, აი როგორც თქვენ რაღაცა გასაღები მქონდა დატოვებული, მივაწოდე და всё. არაფერი არ ვიცი და ისე მიღებულო, რომ ჩვენს კიდე ძალიან ცუდად ჩამოვიდა გუში წინა დღეს ისა ხაზი იყო, ვინც იყო ამისი და ჩემთან 2 საათიო განეთებოდებიო ზარზაზეო, იმასო ტელეფონზე ვიყავ და არ პასუხობენო. ადგილზე მისულებს ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი დახვდათ. ბინაში გაზქურა ჯერ ისევენთო. ხუმელის კარები ღია იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახური გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოქსიკაციას ასახელებს. სოციალურად დაუცველი ოჯახი უსახსრობის გამო ნაქირავე ბინაში გათბობას სწორედ გაზის ხუმელი ცდილობდა. საცხოვრებელ ბინაში CO დაგროვდა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. აი ესეთი უბედურება დამხდარა, საშინელება ბაც. გამაცმობელიც არ ადგას ეს კარმებია თუ რაღაც ჯანაბარო შემოიღეს ხო და რომ მოვედი მეზობლე შევეკითხე ხო უჭირდა თო და დუხო კითმებოდნენ რა რა ვიცი აბა საცოდაებს საშინელება კი მოხდა თმაო რა ვიცი რა მოვიკითხე როგორ ხარ მეთქი არ მინახია კაი ხანი და გლდანში გადავდივარო და რატო მეთქი და იქ უკეთესი პირობებიაო წლებია მეგობრობთ და ქალობთ რა ვიცი ერთად მისვლა მოსვლა ყველა ეს ტრაგედიაც ახლა გავიგე და მოვედი პირდაპირ. ირაკლი შანიძე და რუსუდან ზაალიშვილი ხობში, სოფელ ქვალობში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. გაჭირვებისა და უმუშევრობის გამო 6 წლის წინ თბილისში ბავშვებთან ერთად ჩამოსვლა გადაწყვიტეს. მას შემდეგ არაერთი საცხოვრებელი ბინა გამოიცვალეს. ირაკლი ფიზიკურად შრომობდა, მუშად არაერთ სამსახურში მუშაობდა. მისი ყოველდღიური ანაზღაურება ოჯახს თვიდან თვემდე არ ყოფნიდა. ბოლოს ირაკლი შანიძემ ხელობა ისწავლა და მშენებლობაზე მუშაობდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, გარდაცულ ოჯახს ამ ბოლო ნაქირავე ბინაში 200 ლარი თავად უნდა გადაეხადა. 300 კი დახმარების სახით სახელმწიფო გადაიხდიდა. იმედი ჰქონდათ, რომ მათი საცხოვრებელი პირობებიც გაუმჯობესდებოდა. მუშაობდა იქანი იმ საღამოს მე წასულა სახლში. და ეს ისე და მე 2 დღის მერე გაუგია ტელეფონი არ იყო დაუდევრობა ჩაეძინა და კარმა თუ რაღაცა ქონია ჩართული და ჟანგბადისგან დაიცალა ბინა და გაიგულინა 3 დღეს უკან ნახე მეტი არ მინახია მეც ბავშვები დატოვებული მყავდა და მივბოდი სახლში გულში ტელევიზიით გავიგე რომ თქვენს რომ 3 შვილიო და 2 გოგო და 1 ბიჭო რატომღაც თან 3 დღის გადმოსულიაო იერიში მივიტანი ამათზე ერთი ოჯახის 5-ვე წევრს დღეს სოფელ ქვალონში გადაასვენებენ და იმავე საფლავზე დაკრძალავენ, სადაც 3 წლის წინ გარდაცვლილი მათი პატარა ვაჟი განისვენებს. მაინც რამ აიძულა მშობლები საკუთარი შვილების გასათბობად ცივ სახლში საცხობი ღუმელი ჩაერთოთ. უკიდურესმა გაჭირვებამ და სიცივის შიშმა. ეს ოჯახი, როგორც გითხარით, ჩვენი კამერის ობიექტივში 3 წლის წინაც მოხვდა. მაშინ 3 შვილის დედას სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა და ის ჩვენთან საკუთარ პრობლემებზე საუბრობდა. იმ დროს რუსუდან ზაალიშვილს უკვე გარდაცვლილი ჰყავდა მეოთხე შვილი, რომელიც სოციალურად დაუცველ დედას ხელიდან სწორედ სიცივემ გამოაცალა. ის ბავშვი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. რუსუდანი ოცნებობდა იმაზე, რომ მისი სხვა შვილებისთვის მაინც ნორმალური ბავშვობა მიეცა. 2 თვის წინ ამ ოჯახში ტრაგიკული დილა გათენდა. დედამ უმცროსი შვილი 5 თვის გაბრიელი გარდაცვლილი ნახა. თუმცა ისტორიას თავიდან მოვყვებით. წელს მარტის თვეში რუსუდან ზაალიშვილმა რუსთავიორში დარეკა და დახმარება ითხოვა. რეპორტაჟში მოყვა, რომ მეოთხე შვილი გაბრიელი შეეძინა. ოჯახში ახალი წევრის დამატების გამო კი სოციალური დახმარება შეუჩერეს. მთავრობამ მოისმინოს ეს ყველაფერი და გაიგაზროს, რომ ცოტა ხალხს დაეხმაროს, ვისაც მართლა უჭირს.
ნაქირავა ბინაში 4 შვილის დედა დახმარების გარეშე რამდენიმე თვე დარჩა, რადგან დემოგრაფიულ ცვლილებასთან ერთად კომუნალური გადასახადებიც გადაამოწმეს. დაგროვილი თანხა შემდეგ კი დაერიცხა, მაგრამ აღებულ ვალებში დაიხარჯა. რამდენიმე კვირაში გაბრიელი გარდაიცვალა. ხუთშაბათს მისცა სიცხერა, დავრეკე ერთ-ერთ ექიმთან და ჩავწერეს პარასკევს დილაზე 11-ზე მოიყვანე. ბავშვი მყავს ახლა ერთი მანკიანი მყავს და მაგაზე სულ ყურადღებითო და შანსი არ იყო ხლა რომ მე გაბრიელისთვის ყურადღება დამიკრო. ალბათ ამის ბრალი იყო რომ სუნთქვის პრობლემა ჰქონდა და სიცხეც რომ მისცა თან იმ დღეებში გაზი არ მქონდა რა ის 1-3-4 დღე გამიჩეს გაზი თან ციოდა ის დღეები იყო ციოდა და რა ქვია არ ვიცი შეიძლება შეცივდა რუსუდანი იხსენებს, რომ ბავშვს 38 ჰქონდა სიცხე, საჭმელი ჭამა და დაიძინა. დილას კი მისი გაღვიძება ვეღარ შეძლო. გამოძიება დაიწყო, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. განსაცდელში ჩავარდნილ რუსუდანს თან 3 შვილზე უნდა ეზრუნა. ამასობაში სახელმწიფომ არ დააყოვნა. გაბრიელის გარდაცვალების გამო ისევ დახმარების გარეშე დატოვეს დედა და ბავშვები. ანუ გაბრიელის გარდაცვალების მერე მოვიდა აგენტი და მითხრა, რომ შეგიჩერდება სოციალური. რა უნდა ქნას უსახსროდ დარჩენილმა, თუნდაც დახმარების შეჩერების შემთხვევაში, ის რამდენიმე კვირა. ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს არის ცენტრალიზებული და ანუ როგორც გითხარით პროგრამულია და არავისი არ კეთდება არანაირად გამონაკლისის დაშვება. ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება გამოიარა, ახლა იმის მტკიცება უწევს, რომ ნამდვილად უჭირს და არ უჯერებენ, რაც კიდევ უფრო ცუდად ხდის. მაღაზიაში ვალი მაქვს, სამწუხაროდ არც ერთი მაღაზია აღარ მაძლევს, არც პურს და არც არაფერს. წინა დღეს დავალაგეთ სადარბაზო 10 ლარით მე ვიყიდე პური, კარტოფილი და წვანილი. დღეს მე თვითონ საჭმელი არ მიჭამია. რამდენიმე დღეც ყოფილა რომ მე არ მიჭამია საჭმელი. საბავშვს სიამდენი უნდა სოციალური დახმარების გარეშე არ შეიძლება რომ დამტოვონ ბავშვები დარჩებიან სახსრების გარეშე. ბინისკირეს სახელმწიფო უხდის სტატუსი თუ აღარ ექნება შეიძლება ესეც დაკარგოს. წასასვლელი კი არსად აქვს. თავად რუსუდანი ახალგორში ბავშვთა სახლში დასთან ერთად გაიზარდა. დედას არასდროს ბავშვთა სახლში არასდროს არ მოუკითხებად. მაგრამ ჩვენ დავამთავრეთ ბავშვთა სახლი, მივიდით დედასთან. მე ვერ გვიცნობ. აი მე მინდა რომ უკეთესი ბავშვობა გქონდეთ ჩემ შვილებს ვიდრე მე მქონდა და აი რა ვიცი ყველაფერს გავაკეთებ მაგისთვის რავი უმძიმს, მაგრამ დახმარებას კიდევ ერთხელ ითხოვს. საკუთარ შვილებს მაინც რომ ჰქონდეთ ის ყველაფერი, რაც თავად ბავშვობაში აკლდათ. სამწუხაროდ ამ პატარების შემთხვევაში ეს აღარ გამოვა, მაგრამ იქნება ამაზე დავფიქრდეთ. სხვა ბავშვებს მაინც შევთავაზოთ უკეთესი ბავშვობა, ამდვილი ბავშვობა. ისინი კი, ვინც აი ამ მძიმე სოციალურ ყოფაში საკუთარი თავის მეტნაკლებად უზრუნველყოფას ახერხებენ, ხელისუფლების შერჩევითი სამართლის და სასტიკი მიდგომების მსხვერპლი ხდება. თბილისში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი, რომელმაც წლების განმავლობაში მოახერხა ის, რომ საკუთარი პენსიით მცირე დანაზოგი შეექმნა და თავისი არსებობით არც არავინ შეეწუხებინა, კახი კალაძის უწყებამ ერთი ოქმით სოციალურად დაუცველად აქცია და თანაც ისე, რომ მერიის თანამშრომლებმა სავარაუდოდ გააყალბეს ხელმოწერა, რომლითაც სახელმწიფომ მოხუც ქალს წართვა წლების განმავლობაში ნაგროვები ფულიც და დაუყადაღა ბინაც. არადა სისტემა ყველაფერს პატიობს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, მაგალითად, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის უკანონო დაშენებას გადაწყვეტს. მაგრამ
რა ხდება მაშინ, როცა მოხუცი პენსიონერი მუნიციპალურ მიწაზე ხეხილის დარგვას მოინდომებს? ამას დავით აბრამიშვილი მოგვიყვება. მერია დაუკანონებელი სახლების ნგრევას განაგრძობს. ხალხი ქუჩაში რჩება, წინ კი ცივი ზამთარია. არგუმენტად კი კალაძის უწყება ამ ადამიანების უძრავი ქონების არსებობას ასახელებს. თბილისში ყველაზე დიდი ასეთი დასახლება ვაზის უბანში, მახათას მთის ფერდზეა განლაგებული. ჩვენი სიუჟეტის გმირის ტრაგიკული და დაუჯერებელი ისტორიაც სწორედ აქ ხდება. ყველაფერი კი დაუკანონებელი მიწის გამო დაიწყო. როცა ყოფილ პედაგოგ მარიამ მიტიჩაშვილს კალაძის უწყებამ ჯერ მიწა ჩამოართვა, შემდგომ ნაგროვები პენსია წაართვა, ბინა დაუყადაღა და ბოლოს სოციალურად დაუცველად აქცია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 90-იან წლებში ყოფილმა პედაგოგმა კორპუსის წინ მიწაზე ხეხილის ბაღი გააშენა და რამდენიმე წლის წინ მერიას წყლის გამრიცხველიანობაზე მიმართა. ის არის მოულოდნელი რა მოხდაო და დაინტერესდნენ რომ შენი ნაკვეთის ნახვა უნდაო. კი ბატონო მეთქვი ვანახე ეს ჩემი ნაკვეთი და მაშინვე მიმითითა რომ უნდა დაანგრიო აიღე ეს ღობეო. ეს ამბავი მარტში მოხდა. რამდენიმე დღეში კი კორონა პანდემია დაიწყო. მარიამს ძმისშვილი დაუკავშირდა და მისი კახეთში წაყვანა შესთავაზა. მარიამის კახეთში რამდენიმე თვით გადასახლდა. კახეთში დაყო ქალბატონმა მარიამმა პანდემიამდე აპრილის თვეში 2020 წლის აპრილის თვეში, როდესაც 3 დღით გაიხსნა და რეგიონებში შეეძლოთ თბილისში თქვა ჩამოსვლა, ჩამოვიდა თბილისში და თავის სახლზე დახვდა მიკრული ფოსტის შეტყობინებები. როდესაც მივიდა გაერკვია ფოსტაში რა ხდებოდა, უთხრეს რომ ერთი წერილი იყო მუნიციპალური ინსპექციიდან მერიის. არ გავიდა რამოდენიმე დღე და აღსრულების ბიუროდან მოვიდა წარმომადგენელი და რომელმაც მითხრა რომ თქვენო დაჯარიმებული ხართო 25000 ლარითო. ანუ სულ 26750 ლარითო. პედაგოგი 30 კვადრატულ ბინაში მარტო ცხოვრობს. არც შვილები ჰყავს და არც მეუღლე. სანამ სიტუაციაში გაერკვეოდა და მერიას მიმართავდა, მას ჯერ ბინა დაუყადაღეს. შემდგომ კი შემნახველ ბარად პატრიოტზე მისი 15 წლის ნაგროვები თანხა აღსრულების ბიურომ ჩამოაჭრა. ის მარტო დარჩა, სულ მარტო, სისტემის წინააღმდეგ, უფულოდ და ყველანაირი შემოსავლის გარეშე. გაუქმდა საპენსიო ბარათიც და ვეღარ შეძლო პენსიის განახდებაც. და დილას მომივიდა რომ ჩაირიცხა თქვენს ანგარიშზე ამდენი თანხა. 2 საათის შემდეგ მომივიდა ისევ შეტყობინება ჩამოგეჭრათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარების სახით. გამიჭირდა უკვე ამის შემდეგ დაგროვილი თანხა, რომელსაც მე ვინახავდი, როცა უმუშევარი შეიქმნა, როგორც მარტო ხელა პედაგოგი ქმარიც 94 წელში მოიტაცეს და კოდარიც დაიკარგა და ცოცხალიც. მარიამმა ადვოკატი აიყვანა და მერიას მიმართა გასარკვევად, თუ რის საფუძველზე მოხდა მისი ქონებისა და საპენსიო დანაზოგის ჩამოჭრა. 27-28-ში რო გზები გაიხსნა, მაშინ ჩამომიყვანა ჩემმა ძმამ. 27-28 აპრილს ანუ. ამის შემდეგ ვარ მაშინ უკვე აღარ წავსულვარ და 6-ში ზუსტად დიახ 6 მაისი გიორგების დღე იყო და აღსრულებიდან მოვიდნენ. ქალაქ თბილისის მერიაში გაიმართა სხდომა, სადაც წარმოადგინეს დადგენილება, სადაც აედავებოდნენ რომ ქალბატონ მარიამს თვითონ მაქონდა ხელი მოწერილი. როდესაც ნახა მან ეს დადგენილება, განაცხადა რომ ჯერ ესეთი სექტემბრის თვეში ის თბილისში არ იმყოფებოდა და შესაბამისად ხელს ვერ მოაწერდა ვერანაირ დადგენილებას. და ის ხელმოწერა, რომელიც გაკეთებული იყო ამ დადგენილებაზე სიტუაცია და მას ჩამბარდა რომ დააჯარიმეს, მისი ხელმოწერა არ იყო. წარმოუდგენელი ამბავი. მას შემდეგ რაც საქართველოს პოსტის კურიერი აფიქსირებდა, რომ 5 ვიზიტის შემდეგ მარიამ მიჩიტაშვილი სახლში არ იმყოფებოდა, მერიამ 75 წლის პენსიონერს ჯარიმის ჩაბარების აქტზე ხელმოწერა გაუყალბა და მიტიჩაშვილის სახელზე 25000 ლარიანი ჯარიმის დოკუმენტზეც ხელი თავად მოაწერა. რაზეც როდესაც შეხედა ქალბატონმა, ყველა იცნობს თავის ხელმოწერას, განაცხადა რომ ეს ხელმოწერა მის მიერ არ არის შესრულებული. აბა როგორია? ახლა მე წარმოგიდგენთ თქვენ მის ხელმოწერას. ეს არის ხელმოწერა, რომელთაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მივმართეთ ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით. მიტიჩაშვილი. პირველი საუკუნიდან მოდის ჩემი გვარი.
და ახლა კიდევ მოვთუგნებოთ, კიდევ მოვაწეროთ და ეხლა შევადაროთ ჩემი ხელმოწერა და ეს თუ ემთხვევა. თუ ემთხვევა. ხო, არა, აქ გაკნული ხელით არის, ხო? დადგენილების დედანი, რომელსაც მე დავებიან, თუ შეადარეთ ეხლა, ეს ჩემი ხელმოწერა არის? შეადარეთ ეხლა. მარიამმა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს მიმართა და სთხოვა გადაერჩინათ. მისი სიცოცხლე და დახმარებოდნენ დაებრუნებინა წლების მანძილზე ნაგროვები პენსია. მარიამს სურდა გაერკვია, რატომ გაუყალბა კალაძის უწყებამ ხელმოწერა და რატომ წაართვა გაყალბებით ერთადერთი შემოსავალი. ის კალიგრაფიულ ექსპერტიზას დღემდე ითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს. მერიამ მისცა საჯარო დაპირება საქმოთ არის რომ ქალბატონ მარიამს მისცემდა საშუალებას რომ ჩაეტარებინა ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და დაედგინა ეს ნამდვილად მისი ხელმოწერა იყო თუ არ იყო მისი ხელმოწერა. რამოდენიმე განცხადება დაიწერა ქალაქ თბილისის მერიაში. პირველი განცხადებით უარი გვითხრეს და განაცხადეს რომ ისინი ჩვენ ვერ მოგვაწვდიდნენ დედას, მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაუგზავნიდნენ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმართეთ განცხადებით ექსპერტიზის ჩატარების კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით სამხარაულმა რამოდენიმეჯერ გააგზავნა მოთხოვნა ქალაქ თბილისის მერიაში რომ გადმოეგზავნათ დედანი. ერთხელ უარი უთხრეს, მეორედ უარი უთხრეს და მესამედ გადაუგზავნეს ქსეროასლი. არა მეგობრებო, ქსეროასლზე ვერანაირ ექსპერტიზას ვერ ჩავატარებთო. იყო სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი. კალაძის უწყება კი საკუთარ გაყალბებულ ხელმოწერას ისევ მალავს. დრო გადის. მარიამი კი, რომელსაც უზრუნველი სიბერე გარანტირებული ჰქონდა პენსიისა და ერთადერთი შემოსავლის გარეშე 30 კვადრატულ სახლში ნათესავების ამარა დარჩა. ქალაქის მერიისგან განსხვავებით მარიამს კარგი ნათესავები აღმოაჩნდა. მოაქვთ პურის ფქვილი და სოფლიდანაც აქტიურად ეხმარებიან. მომანიჭეს სოციალური დაუცველობის სტატუსი. მას ფულს კი არ მიხდიან, უბრალოდ ის არის შეღავაც მაძლევენ დენის ფულს მეორე თვე არ გადამიხდია და სამგზავრომა კაი ეს და უფასო სასადილო და ამ პანდემიის დროს ჩაკეტილი ვარ სახში და არსად არ გავდივარ. ჩემმა ძმისშვილმა ჩამომიტანა ერთი ტომარა ფქვილი, რომელსაც სახში ვაცხობ და იმით ვიკვებები. აი ასე გაჭირებულ ცხოვრებაში ვარ ამ ეტაპზე. მე მწვენია ამას რო ვიცახ, იმიტომ რომ მე არ მქონდა საამისო საქმე. იმ დანაზოგს, ჩემ პენსიას, ჩემს ნაშრომს სიბერის დროს იმიტომ ვინახავდი, რომ ჩემი პენსია უნდა მომეხმარა მე. ამასობაში მერიამ სანაცვლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსი შესთავაზა. ტრანსპორტით იმგზავრებო, თუმცა სამგზავროც არსადა აქვს, მაგრამ აქვს მერიის სოციალურად დაუცველი სტატუსი. ზის ასე მარიამის სახლში და ელოდება იქნებ ოდესმე რამე შეიცვალოს და სამართალმაც იზეიმოს. ოდესმე ის მაინც გაიგოს ვინ და რა მიზეზით გაუყალბა მერიაში ხელმოწერა. რატომ წაართვეს უზრუნველი სიბერე და სოციალურად დაუცველის სტატუსის ამარა დატოვეს. მარიამ ზურგს მყარი არგუმენტი და საკუთარი კალიგრაფია უმყარებს. ეხლა განმეორებით მიმართეთ სასამართლოს და შემდეგი პროცესი ჩანიშნულია 17 მარტს. ამჯერადაც მოვითხოვეთ სასამართლომაც დაავალა რომ მიეცეს ქალბატონს საშუალება რომ ჩაატაროს ექსპერტიზა ამ ხელმოწერაზე. ფოსტა ვერ გახსნილდა ვთქვათ იმას, იმიტომ ფოსტით მიდის დაკონვერტებული და ეს არის ჩვეულებრივი ამობეჭდილი დადგენილება, რომელზეც უნდა გაკეთდეს ხელმოწერა და აწერია ჩაბარება. შემოღობილი ეზოს გვერდით, რომელმაც მარიამის მთელი ცხოვრება შეცვალა, დღეს ნამდვილი ქალაქი გაშენდა. მარიამმა კი ფარდული დაანგრია, რა დროსაც ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. ხეები დაჭრა და ნაცრად აქცია. იმედი აქვს, რომ ოდესმე ტკბილ სიბერეს და კალაძის უწყებისგან მოპარულ ნაგროვებ პენსიას დაიბრუნებს და აუცილებლად გაიგებს, ვინ გაუყალბა ხელმოწერა. დღეს კი მერიისგან უფულოდ დარჩენილი, თუმცა სამაგიეროდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მატარებელი პედაგოგი მიწას მაინც აკითხავს, სხვა გზა არც აქვს. ბარავს და ძირითადად ბოსტნეულს თესავს. ნიორი, ხახვი, კომბოსტო და მწვანილი მოჰყავს. იმისთვის რომ თავი გადაერჩინოს მანამ, სანამ სიმართლე გაირკვევა. თუმცა ტრაგიკული სიურეალიზმი აქ არ სრულდება. უკიდურესი სიღარიბის, უკიდურესი გაჭირვების და უიმედობის გამო გასულ კვირას სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა დევნილმა ძალიან მძიმე ნაბიჯი გადადგა.
ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა, სად არის ამ დროს ხელისუფლება, სად არის მაგალითად აფხაზეთიდან დევნილი ლეგიტიმური მთავრობა, რომლის საქმიანობა სულ უფრო მეტად გავს კომედიას, განსხვავებით თავად დევნილებისა, რომლებიც ტრაგედიაში არსებობენ. ან მაგალითად, რისთვის უხდის მადლობას რუსეთს ამ დევნილი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, როცა მისი ხალხი ოკუპანტებმა საკუთარი სახლებიდან გამოყარეს, უმოწყალოდ დახოცეს და ცხოვრება დაუნგრიეს. ბექა ყორშიამ გადაწყვიტა დავით ფაცაციასთვის, ამ ხსენებული მინისტრისთვის, კარასინის არაფრის გადაეცა და გაგიკვირდებათ და თანამედროვე ცისფერი მთების სიურეალისტურ სამყაროში აღმოჩნდა. 2012 წელს წინა საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი დევნილებს პირდებოდა 100,000 კერძო სახლს აგიშენებთ. ამისთვის საჭირო იქნება დაანგარიშებული მოქარანაკლები 4-ისა უნდა აშენდეს არანაკლები 100,000-ზე მეტი სახლისა. რა თქმა უნდა, ეს 6 მილიარდი დოლარი დევნილთა დახმარების ფონდში არ გადარიცხდა. მე პატარა ტრიუკი გავაკეთე, შესაძლოა მაფიქრებული მქონდა და მეგონა თუ მარტივი გასაგები იყო, მაგრამ ძალიან ბევრი შემეკითხა და როგორც ჩანს ვერ გაიგეს. ბიძინა ივანიშვილი უსახლკაროებსა და დევნილებს ასეთ რამესაც პირდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველას დაუკანონდება ის ფართობები, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ. რათა მათ საშუალება ჰქონდეს დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება და მომავალი. შედეგად კი ეს მივიღეთ. ვაიმე, მეტი დაღაუნდა ხნათ რა. რაც გააკეთეთ. მე პატარა ტრიუკი გავაკეთე, შესაძლოა მაფიქრებული მქონდა. დევნილები კი ისევ ღარიბ ღატაკები არიან და ამის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ, მაგრამ სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მდიდრდება. თან ყოველდღიურად მდიდრდება. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით კრწანისთან ახლოს თბილისი ჰილს გოლფში, რომელიც ეკუთვნის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს. ეს პროექტი რამდენიმე მილიონი დაჯდა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ პატივცემულმა რუსლანმა ეს ფული კორუფციის გზით იშოვა. იფიქრეთ, რომ მან ეს ფული პატიოსანი შრომით დააგროვა. ნერწმუნეთ, ასე უფრო ნაკლებად დაგწყდებათ გული. გადავწყვიტეთ თბილისი ჰილს გოლფში შევსულიყავით, მაგრამ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გაგვაფრთხილა იცოდეთ უსაფრთხოების სამსახურს გამოვიძახებო. ან უნდა ვთქვათ არა, ან უნდა ჩვენი შიდა სეკიურიტის დაუვეკო და არა, წავალ ჩვეულებრივ, პრობლემა არ არის. ბატონ რუსლან, სალამი, როგორ ბრძანდებით? კარგად. დევნილები ვართ თქვენთან ახლა ამოსულები გოლფის მოედნებთან. ძალიან მოგვეწონა, ძალიან კაი ადგილია. კარგი ჰაერი ესა ისა და 1-2 დევნილთა корпуსი რომ ჩაგვედგა, რას ფიქრობთ? ვერ გავიგე, რას მეუბნებით. ძალიან ლამაზი გორაკებია და იქნებ ჩაგვედგა თუ შეიძლება რა. ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ. არა რა. თუ корпуსები არ აშენე, გოლფი მაინც გვათამაშონ, გამოგვაგდეს და ყვანჭებიც მოგვაქვს თან გოლფის ყვანჭები. მაშინ მიმართეთ პრესტინს. აფხაზეთის მთავრობის დაფინანსება 2021 წელს 19 მილიონი ლარი იყო. ამ 19 მილიონის 55% ხელფასებსა და თავად აი, კარგად დამასწრით უკვე. ღარიბი და გაჭირებული ადამიანი საკუთარ სიღარიბეს, საკუთარ პრობლემებს, როგორც ესე ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავი დანაშაულონ. სულ ეძებენ ხელისუფლებაში. არანაკლებ საინტერესო, კი არა და ბევრად უფრო საინტერესო პერსონაჟია დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, რომელიც კაციშვილმა არ იცის ვინაა, რა კაცია. მასზე ერთადერთი რაც ცნობილია ისაა, რომ ირაკლი კობახიძის დის ქმარია. ქართულ ჯიგრული კორუფცია და ნეპოტიზმი. Google-ში დავით ფაცაციაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. პირველი რაც ამომიგდო ძიებისას იყო აი ეს ვიდეო. არ დაგავიწყდეთ, რომ ლაპარაკობს საქართველოს დევნილთა მინისტრი. რუსეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს როგორც ქართული, თქვათ, კულტურის გადარჩენაში, მათ შორის ტრაქტატის შემდეგ პერიოდში. ძვირფასო მაყურებლებო, მე ვიცი რომ თქვენ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ტრაქტატის დადებიდან მალევე 1801 წელს რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა.
მაგრამ ნუ რაც იყო, მაგრამ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, უნდა ვნახოთ ერთიანობის და ერთმანეთთან დაახლოების ურთიერთობები. მე მძიერავ წამს, რომ მოიძებნება ადამიანების საღიგონების და ურთიერთობის მატარებლები. ვიტყვი კიდევაც რატომაც არა, კარასინისაც მოუხდი მადლობას. გადავწყვიტე დავით ფაცაციასთან შესამხედრად სამინისტროში შევსულიყავ. მატორ. თუ როგორ არის? გიაოვსკივით გამომივიდა. მატორ. სამწუხაროდ დავით ფაცაცია არ დამხვდა, მაგრამ დამხვდა მისი ნათესავი ქალი, რომელიც სავარაუდოდ თავადაც სამინისტროში მუშაობდა. ნათესავი ვარ, მაგასთან აი მამამისი დადაწყებული, ვის რო ოჯახები და ვისი რას სურდა და წმინდა ადამიანია. სკენი, ჯიში, ჯილაგი ნუ შეედარება ამის აზროვნებას. სად იყავით ერთი 2 წლის უკან, როდესაც ეს სიძე არ გახდა იმისი გული მერევა თქვენ გადაცემა. კი ბატონო. დავай, წადით აქედან. ესე არ გლეწე ახლა აქედან. დავай, გადით აქედან, კაცო. გადით აქედან. გადი აქედან. გადი აქედან. მიდი ახლა, დავай. სანამ არ გამოუთხდი, რომ მეც მეგრელი ვიყავი, არ შემეშვა. მეგრელი ხარ? მეც მეგრელი ვარ. ბოლოს როგორც იქნა სამინისტროში შევედი, სადაც დევნილთა მინისტრი არა, მაგრამ მისი არანაკლებ საინტერესო მოადგილე შემომეფეთა. ესე იგი ბატონმა დავითმა განაცხადა ესეთი რამ. რუსეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს როგორც ქართული, ვთქვათ, კულტურის გადარჩენაში, მათ შორის ტრაქტატის შემდეგ პერიოდში. ჩემი კითხვა არის ასეთი. რუსეთი არის თუ არა საქართველოს მოკავშირე და მან გადაარჩინა თუ არა ქართული კულტურა. რომელ პერიოდში? არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი. მარტივი კითხვები და ეს მაშინ ესე დავღეჭობს და რო იმას ხარ. აბა რართული კითხვა და. არა, რაზეა კონკრეტულად ოპერატი არ არის. ვაიმე რა. ვაიმე რა. აქეთ რა ხდება? საკონფერენციო კი ბატონო. ან რო რამე კარასინი რო ჩამოვიდეს აქ შეგვიძლია მივიღოთ. კი ბატონო. ესო რა? ამასობაში ირაკლი კობახიძის დის ქმარიც გამოჩნდა და გადავწყვიტე მისთვის რუსეთის ყოფილი სახელმწიფო მდივნის გრიგორი კარასინის საჩუქარი გადამეცა. ბატონ დავით, თქვენ სახელზე არის გრიგორი კარასინის არაფრის ჩამოსული, აი იმ მადლობაზე რა, რო გადავუხატეთ, ანდრე. კარასინისაც მოუხდი მადლობას. ამათგან დუმილი ან რუსეთის ქებარა გასაკვირია, როცა თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობს ასეთ რამეს. მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. ახლა კი ეთერში ზარის დროა. მოდით მივიღოთ ზარი. ერთი რამე მაინტერესებს რა, როგორ ფიქრობ? ივანიშვილი ყლეა? ბატონო? სამშობიაროში მისულ ორსულს ჯერ შინაგანი ორგანოები ამოაჭრეს. თორთვენახევარი ვიყავი აპარატზე. შემდეგ კი თირკმლის გადანერგვა დასჭირდა. ჯოჯოხეთური წელიწადი ნახევარი ქონდა. ოპერაცია გადაუდებელი აუცილებლობით თუ ექიმის დანაშაულებრივი გულგრილობა. ბევრი რაღაც ისეთები ვნახე ამ ისტორიაში, რომ საერთოდ არც მომხდარა. რატომ ჭიანურდება სამედიცინო შემთხვევების გამოძიება წლების განმავლობაში? პირველი უარყოფით ისხდე, გადაუცხეს? დადებით. მას გაუჩერდა გული. ეს შეგნებული ყოლერობაა. და რატომ აგრძელებენ პრაქტიკას ძიმე გადაცდომაში დადანაშაულებული ექიმები?